Incontro Blondinica. Marco! Segezmeva. მოგესალმებით მეგობრებო. კიდევ გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. სამწუხაროდ მომზადების პერიოდი ვერ გაჩვენეთ წინა კვირის, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იდეალური კვირა გქონდა. ეხლა უკვე შაბათია. შეხვედრების დღისთვის მომზადებით. დღეს სახლში გვაქვს შეხვედრა, გასვლა აღარ გვაქვს. და რავი, როგორც წინა ვიდეოში აქაც შევეცდები, რომ გაჩვენოთ წელი დღე, შიდა სამზარეულო, გუნდის განწყობა. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა. შენ კი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს და ვიდეოს დაალაიქებ არემ. იმიტომ რომ ამით ძალიან დიდ мотивაციას მაძლევ და არხსაც ეხმარები განვითარებაში. ეხლა პირველ რიგში დარბაზში მინდა გადასვლა და წონა მინდა შევამოწმო, იმიტომ რომ ცოტა გამიჭირდა რა ამ კვირაში. რატომღაც გამიჭირდა რა ცოტა მეტი ვჭამე და ამის გამო ოდნავ ნერვიულობა მიწევს სტრესს. და ყველაზე ცუდ ვარიანტში თუ მეტი მექნება, მაქვს დრო რომ ვივარჯიშო და დავიკლო, ეგ არ არის პრობლემა, თუმცა არ მინდა რა ეხლა შეჯიბრების დღეს კიდევ ვივარჯიშო და ენერგია სხვა რამეში დავხარჯო. ეხლა მივალ დარბაზში, ავიწონები. და რავი, იმის მიხედვით გადავწყვიტავ რა უნდა ვქნა. ამინდი გვაქვს ძალიან მაგარი. აი ბახმარო ვისაც გიყვართ. ზუსტად ბახმაროს ვაიბები მოაქვს. ისლი, სიცივე, სიწყნარე. მოვედით დარბაზში. ეხლა ავიწონები და ნახოთ რა ხდება. მოკლედ 200 გრამი მოქმედი და კარგია რა საღამომდე ამ 200 გრამსაც დაწვავს ორგანიზმი თავისით, ასე რომ ვარჯიში არ მიწევს სტრესს, კარგია. დიდად რო გითხრათ ეხლა მშია მეთქი არა, მაგრამ მაგრად წყურია. არა უშავს მიჩვეული ვარ. რაღა დარჩა კაცო. 7-8 საათი და დავლევ რა. დაიც მშია. ხმობის ხასო. 5 საათი და შევჭამ. და არჩი და. ხა წონების მე რაც უნდა ვჭამო, იმას მომზადებ და ერთი სული მაქვს. კი მაკარონია, მაგრამ ერთი სული მაქვს შევჭამ. მაგრამ თავარი მოგება ჭამას რო იქნება კაცო. A few moments later. წავედით. ჩავლაგდით. და ეხლა დარბაზში მივალთ. და დარბაზიდანაც მალე წავალთ. ბიჭებიც იმზადებიან. ეს კაი შეხვედრები გვაქვს. 4 საათია ეხლა და 6-ის ნახევარზე გვაქვს აწონა. საათ ნახევარი დამჭა კიდე. უწყლოდ გასაძლები, მაგრამ არა უშავს. ავედით, დამატებები გვისურვებთ. მოვედით დარბაზში, მეორე ლიგაა დაწყებული და 9 საათში ავიწონებით ჩვენ. Короче, ამაზე მაგარი მომენტია წონის მერე.
ყველაფერი კარგადაა. წონაც კარგად შეღვავარე, საჭმელის კარგად ვჭამე. ერთადერთი ეხა ბრძოლა და ბრძოლა. თავარია კარგად ვიჭიდაოთ რა, ეგაა მთავარი. მეორე ლიგის ბიჭებმა დაიწყო ეხლა გახურება და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ჩავერთვებით. ხალხიც ნელ-ნელა იწყებს მოსვლას, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც პირველი ბუნდესლიგის დაწყების დროს მოდის. Lotti Nika. Alvaro Rahim. 70 Kilogramm für den KSK Klaus. Lotti Nika. Bis 79 Kilogramm für den KSK Klaus. Gewichtsklasse 72 Kilogramm. Für den KSK Klaus im roten Trikot Lotti Nika. Zwei. Bundesliga, Linker Blanti, KSK Klaus. Die Gewichtsklasse 88 Kilogramm im roten Trikot, Maya Paul. Ja, nie vera, Mara. Marco, ¿qué es nuevo? მოვიგე
თუმცა ჩემი თავის მოყოფილი არ ვარ და სანსული შეხვედრა გამომივიდა. იავნი უნდა მომეღო სამწუხაროდ და 6-0 მოვიდა. არა მეც მადლობა. სამი ქულა მოუტანებოდი სამი. უკეთესიც შეიძლება და ჯავამ იავნი მოიგო პირველი სხვადღა და ჯერჯერობით გუნდი იგებს. Punktestand von 14:10. წინა შეხვედრა წავაგეთ ამ გუნდთან და ეხა უკვე 19 და 10-ია და კარგად მიდის ყველაფერი რა. Kilogramm. Im roten Trikot. დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა. მორჩა დღევანდელი დღე, ეხა სპონსორების პლაკატებს ახლა დავიღებ, ფოტოებს და ესეც ასე სამწუხაროდ წააგო გუნდმა და ნუ ჩვენ მოვიგეთ მე და ლუკა, მაგრამ გუნდმა წააგო. მოკლედ მორჩა დღევანდელი დღე. კარგად შეიარა თუ ცუდად შეხვედრა მე თქვენ განსაჯეთ. მე ყოველ შემთხვევაში ჩემი თავის მოყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ იავნის მოგება მინდოდა და სამწუხაროდ 6-0 დავამარცხე, ასე რომ ხო, ცოტა მეტი მინდოდა არა უშავს. მეც მადლობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა. თავარია რომ მოვიგე, ჯავამაც მოიგო და გუნდმა სამწუხაროდ წააგო. თუმცა არა უშავს. ამით არ მთავრდება სეზონი, წინ კიდე 3 შეხვედრა გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. ამ გულშემატკივრად. დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეოები და დაელოდეთ შემდეგ საინტერესო ეპიზოდებს.